მე ვარ დემეტრე ხიფშიაშვილი 8 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ფეხბურთი. უკვე 1 წელია ცეკვა უშავლებში. მაგ ჩემი ახლობელი ცეკვავს და მაგიტომ გადავწყვიტე მეც შევსულიყავ. მახსოვს პირველი დღე ამ ანსამბლში რომ მივედი. ხოლოდ ერთ ბავშვს ვიცნობდი, მაგრამ არ ნერვიულობდი. პირველ დღეს ცოტა დაგვიანებით მივედი და უკვე დაწყებული ჰქონდათ ტრენაჟი. ცეკვაში ყველაზე რთულია გასმა. ყველაზე ადვილია განდაგანის სვლა. ჩემი საყვარელი ცეკვაა განდაგანა. იგივე აჭარული. საყვარელი ილეთია ეს ჩემი ცეკვის მასწავლებელს ქვია ბაჩო. ძალიან მხიარულია და უყვარს ბავშვები. ერთხელ მქონდა კონცერტი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. კონცერტს ბევრი ხალხი ესწრებოდა და ყველას ძალიან მოეწონა. მე მინდა მქონდეს შავი ჩოხა და მგონია რომ ძალიან მომიხდება. ჩემ ქორწილში ჩავიცმევ შარვალ კოსტუმს, მაგრამ ცეკვის დროს ჩოხას. შეყვარებული ამ ეტამზე არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოში ვიტოვ დავშორდი რომ ბაღის შემდეგ ვეღარ შევხვდით ერთმანეთს. ახლა უკვე ვფიქრობ ახალ შეყვარებულს. ჩემი აზრით სოუსრობა ვიყარ ვიქნები 30 წლის. შვილებს დავარქმევ მარიამს და გიოს. ჩემ ცოლს დავარქმევ მარიამს. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და ეზოს გუნდი მყავს იქ, რომელიცაც მასწავლებელი მოდის და გვავარჯიშებს ყველას ერთად. გუნდს ჯერ სახელი არ ჰქვია და ვფიქრობ რა დავარქვათ. მე ვარ მარცხენა თავდამსხმელი. მიყვარს ასისტების გაკეთება და გოლების გატანა. ერთხელ გავიტანე ძალიან ლამაზი გოლი. კუთხურიდან ჩააწოდეს, ბაღლა ავხდი და თავი გავიტანე გოლი შუაში. მე საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი 7 ნომრით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელები არიან მამარ და მიქაუტაძე, რონალდო და ხვიჩა. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. მე მაქვს ნიჭი და ვაპირებ რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს რომ კარგი მასწავლებელი და მეგობრები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ანდრია ბოლქვაძე. ყველაზე ცელქია ერეკლე გენჯაძე. ყველაზე ჭკვიანია დანიელ კაზარიანი. ყველაზე მშვიდია ნინო ქონიაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელს ქვია თენგო, ის გვასწავლის სპორტს. ის არის მხიარული, ბავშვები ძალიან უყვარს, ხანდახან გვეხუმრება და ასე შემდეგ. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავე და ფეხბურთელი. ბავშვობაში ვიდო და გამოვსულიყავი პოლიციელი. ახლა მინდა ვიყო 4 წლის, რადგან ჩემი ძმა არის 4 წლის და ყველა თავს ევლება. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ბიძია, ბიცოლა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და 1 ძმა. ჩემი ძმა არის 4 წლის და ქვია ანდრია. ის არის ძალიან ცელქი, მოუსვენარი, მაგრამ შორობის მოყვარე. ჩემი აზრით ანდრია რო გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. მამიკო არის საყვარელი, მხიარული, შრომის მოყვარე და მაღალი. დედიკო არის ლამაზი, საქმიანი, პრანჭია და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სუპი. ჩემი ცოლი ყველაზე გებრიელად გააკეთებს ციციბურას. ჩემი საყვარელი წიგნია პინოქიოს თავგადასავალი. ფილმებიც მიყვარს, რომელშიც ჯეკი ჩანი მონაწილეობს. მე მინდა ჯეკი ჩანი ვიყო ახალგაზრდობაში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემთვის გავაჩენდი ნამდვილ მანქანას. 30 წლის რომ გავხდები, ვიყიდი ბოლო მოდელის BMW-ს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემს მეგობარ დანიელ კაზარიანთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ ჰქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. ბედნიერება არის, როცა ერთობი მეგობართან ერთად, როცა მხიარულობ, როცა ცეკვავ და ასე შემდეგ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.